ეს თელავია, ძველი სატახტო ქალაქი. ქალაქი, სადაც ყოველი კუთხე კუნჯული, ყველა ქუჩა და უბანი წარსულზე გესაუბრება და გამუდმებით გახსენებს ვისი გორის ახარ. აქ ისევე უხარიათ და სყინთ, ისევე უჭირთ და ულხინთ, როგორც დანარჩენ საქართველოში. და მაინც დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით ნაკლებად ვიხმაროთ მუქი ფერები, რათა ისედაც დაზაფრულ მაყურებელს კიდევ უფრო არ დაუკარგოთ ცხოვრების ხარისი. როგორც ჩანს, ისტორიამ ბევრი ვერაფერი გვასწავლა. დიდი ილიას თქმის არ იყოს, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. თელაველებმა კარგად იციან საკუთარი თავის, საკუთარი ქალაქის ფასი და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა იმ ღირსებით არიან შემკულები, რასაც სიყვარული, ერთგულება, ეროვნულობა, სტუმართმოყვარეობა ჰქვია. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ და მოусმენთ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი თვისებებით, ინტელექტით, პროფესიონალიზმით, თელავისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საკმაო ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვეს საზოგადოებაში. ეს 26 მაისის ქუჩაა. ამ ქუჩაზე ერთი ჩემი მეგობარი, ახოვანი ბრგე ვაჟკაცი ცხოვრობს, თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, არაჩვეულებრივი თამადა და მოკეიფე. ნახოთ თუ არის სახლში. მასპინძელო. ეთქობა. ვაა! ენაცვალე. როგორ ხარ? რა ვიცი, შენ როგორ ხარ? შენ გამოიყურები შვენივრად. უძაინც. მადლობა. კარგი დახურეთ თურები. ვანო იანტბელიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თელავის საპატიო მოქალაქე. დაიბადა და გაიზარდა სამტრედიაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მისი სამსახიობო კარიერა თელავის თეატრიდან დაიწყო და დღემდე დიდი წარმატებით გრძელდება. ჩვენი მასპინძლის განწყობა გიორგობისთვის შესაფერისია. აი ეს ჩემი მარანი. ჭაჭაზია პირდაპირ დაყენებული. და ამას სადღაც 2-3 თვეში უკვე ამოვიღებ. დავლუქავ თვითონ წავა დავყრა და ამოვიღებ. კახურად. მანამდე არა? არა, მოვიღებ. კახურად ვაყენებ ახლა მე. იქნება ძალიან ტანინიანი. ტანინიანი ესეთი რა იქნება. ევროპულები მაგ არ აქვს პრობლემა და ტანინიანი ეს სხვა იქნება აბსოლუტურად. ეს აქ აი ხარი საწური არის დიდი ქვევრია. იქ არის 3 ტონიანი საწური ქვევრია და ესენი ნახოთ რა გამოგვივა რა. ცოტა მისახედი მაქვს მარანი, მაგრამ ეგ არაფერი, გაისაც უკვე სხვანაირი იქნება ეს მარანი. ეხლა ეს უნდა მოვაცილო თავზე. მე ეს დავლუქავ, მე წავა ის უკვე დავლა ეს ჭაჭა და დარჩება ზემოთ ღვინო. აი ესეთი რამე გვაქვს ჩვენ ჩემო ბატონ, ეგეთი ქართული სამყაროს მოსავლელ მისახედი გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ის არის ასე ვთქვათ, ეს არის კონიაკი. ეს არის არაყი. არაყია, შიგარი ჩაყრილი, მუხა არა, უფრო მუხაც არის, მაგრამ თუთის გული, რომელიც ძალიან გემოს აძლევს სასმელს. გააკეთეთ ჩემმა ძმამ და მე. მოხატეთ და გავაკეთეთ თემური, მხატვარია თემური, მის ნახატები არის გამოფენილი, აქაც არის. ხო და ეს ცოტა ნედლი იყო, რომ ამას ვაშენებდი, რომ მომიტანა ეს ზოგადად ნედლი იყო და ნახეთ დასკდა, მაგრამ თავისებური ის მიეცა სილამაზე ამ და ამან. აი ამ ღარებმა. სიძველესის მისცა რა ქვია და ეს ძველია მეორე საყრდენი აგური. ეს არ არის ახალია. ახალი, ოღონდ აი ეს ყველაფერი ახალია, რასაც უყურებ შენ. უბრალოდ ძველებურად ამა გაკეთებული. და სხვა შორის გააკეთეს მაღარველებმა ორნი უკვე აღარ არიან. მოხუცი ხალხი იყო, ვინც ეს სახლი ამიშენა. რომლებიც აშენებდნენ ეკლესიებს და ამ სენტიპები რა, ესეთი ხალხი იყო აქ ცხოვრობდნენ და ეს ძველი აგურებია სულ საიდანსად აღარ მოტანილი. რომ პერანგერო ჩავაცულო ვაკეთებდი. სულ რაღაც ეგეთ რაღაცების კეთება სულ მხიბლავდა და სულ მომწონდა. მოდი დავათვალიეროთ.
წამობძანით. რა, წამოდი. აი ეს არის ალალე, ჩემო ბატონო. აი ეს პორტრეტი. აი ეს არის შემიძლია ახალი ჩემი პორტრეტი. ესეც. აი ალალე, ხედავ ეს ის არის. აი ესა. რა კარგი კარტუსია. კი, აი ეს არის ფარნავაზი. ეს არის მეფე ერეკლე, ეს არის ჩვენი პატრიარქი. რო გავიგოძო ხოლმე და ტილაუთენია ესე გადმოდგები და გახსოვდი ფილმში რო არის. ამ პროდუზო მედუზო! არა, თელავე სამები ესე. აიო, ეს ხო ფიქრია მოხატა ესენი, ხო? მაგრამ მოხატა რატო იცი მარტო ზემოთ ამოდიხარ, უკან კი ვეღარ ჩადიხარ. ამ ორი კიბის მოხატვაში დავხარჯე ერთი კვირა და დიდი ენერგია, იმიტომ რომ ეხა საფეხურები ძალიან მეოლი იყო, მაგრამ აი ეს ზედა დეტალები, რა თქმა უნდა, დამხმარე კიბის საშუალებით მოხატე. არავინ არ მიუშვი, რაც არ უნდა რთული სიმაღლე ყოფილიყო, მარტო ხატე. ეხლა რა არის ამის დედააზრი? დედააზრი მდგომარეობს იმაში, რომ აი ნაფეხურებს უნდა ახვენ და ივანე, როდესაც კარგად ნაკეიფარი ნათამადარი მოგზანდება, ძალიან იოლად რომ მიაგნოს საძინებელს, ასე მისდევს წინავართან აყოლებს. აი! ვინც არ გიცრობს რა? როგორია ბატონ ივანოს მეუღლეობა? რთულია? არ არის რთული, რამდენადაც ამბობენ რომ დიდი მსახიობები არიან, დიდი პირველი ბავშვები. აბსოლუტურად არ არის რთული, იმიტომ რომ ვანო არის დიდი ბავშვი, მაგრამ ძალიან მარტივი და იოლად აღსაზრდელი ბავშვი, რომელიც ძალიან დამჯერია, ძალიან ფინიერია. იზიარებს შენაზრებს, პატივისცემს შენაზრებს. ამ 20 წლის თანაცხოვრება მე უკვე ვასწავლე, აი ვიცი რა მოეწონება, რა არ მოეწონება, რას მომიწონებს, რას მაგალითად რაში დავიმსახურებ, მაგალითად აზიდულ წარს, რომელიც აუცილებლად მწვანე თვალის ზემოთ არის. ყველაფერი რა თქმა უნდა იუმორის თემაა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ის ურთიერთობა, როცა მე უთქმელად მისმისი და მასაც უთქმელად ესმის ჩემი. მეტად უშუალო, მხიარული, ლაღი, კაცთმოყვარე და კომუნიკაბელურია. პოლიტიკა ნაკლებად იზიდავს საკუთარ პროფესიაზე ადამიანურ ურთიერთობებსა და სიყვარულზე კი დაუსრულებლად შეუძლია ისაუბროს. მამა, დღეს და ყველა თავის საფლავზე გადის. კაი რაღაცას გიყვები ახლა. ყველას თავისი მიცვალებული ყავს და ყველა თავის საფლავზე გადის და აი მაშინ დავაფიქსირო რომ მე ვარ ჩამოსული და მე აქ არა ვარ. და საფლავი არა მაქვს, გესმის შენ? ბიჭო თქვა და ისე მომაწვა ეს რაღაც ამბები რომ მეთქი რა ვქნა და ინსტინქტურად წავედი ძვენ საფლავზე. და თინას და პლატონის საფლავზე ავედი. თქვა ესე ჩემთვის. ბურბუთაშვილი გადაცული იყო და პლატონი და იქ ავედი მარტოა რა. და მეც ახლა საფლავზე ვისწავლე ხო ჩემი თეატრის კორიფეები ეგენ იყვნენ, ვინც ჩემ დროს წავიდნენ, მე ჩამოვედი მის მე და ერთგანაც მაცულებდი იმათ საფლავზე ავედი და თქვარი და ჩემთვის ფიქრობ რაღაცებს რა. რაღაცებს. ეს გავიხედე და დავინახე რაღაცა რკინის როგორ არის რეშოტკა ქვია მესერი რკინის და უკვე დაჟანგებული შეხე ამოსული თხილი თუ რაღაცა ხაღოვი ყრია და უკვე გაშავებული თეთრი ფილა და წარწერა გიორგი აწურელი. გიორგი აწურელი არტისტი იყო მეთქი მახსოვს ისტორიიდან. მაშინ ხო მობილური იყო ჩამოვედი ფეხით პოსტაში და დავერეკე თელევიზორში საწყას მე მაგარის მე ვთქვა კალმეზე მეთქი ესე მეთქი და გიორგი აწურელი მეთქი სახიობი იყო კიდე თელევიზორში მარხია დროს ესე ფლოზე მეთქა პირდაპირ წამოვედი თეატრში თეატრალი ფრონტი აღარ არის საარიშულები იყვნენ ძმები ისინი წავიყვანე და ეს საფლავი გავასუფთავეთ აღდგომის დღეს გეუბნებით
ეს საფლავი ეს მოუჭერეთ ეს გავასობთავეთ იმას ვქენი მამაჩიშვილი გოგი იყო ჩვენ მსახიობი შვილი ყავდა და თეთრი ბრონზე ჰქონდა საფლავს აკეთებდა და იმას ბრონზე გამოვართვით ის საფლავი გავასობთავეთ და სადღაც 5 საათი იყო თუ 4 საათი უკვე სანამ საკეთებ მე წავედი რაღაცები აიღე ვინოს ასმერი ესა ისა და საჭმელი და იქვე საფლავზე პირველი ხსენების სადღაც დავდიეთ აღდგომა დღეს და მეთქი რომ ეს მეთქი აიქნება ჩემი საფლავი და აღდგომას მეთქი მე ამ საფლავზე მოვალ ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა თელავის სინამდვილესთან და პირველი რაც შეიძლება და ყოფილიყო ეს ძალიან ძიმე იყო ჩემთვის და თან რაღაცა ისიც იყო რა ქვია რაღაცა ამას პოეტური დანიშნულიც ჰქონდა და რაღაც მნიშვნელობაც ჰქონდა რაღაც საკრალური და მე გამარჯოს თელავ ქალაქს გამარჯოს ამ ისტორიულ ქალაქს გამარჯოს სადაც ბედმა გინდა არ გინდა ასე ინება რომ ერთადერთი შემორჩა ერთადერთი ტახტი ერთადერთი ციხე-გალავანი და ერთადერთი მეფის სასახლე რასაც მეფე სასახლე ქვია დღესაც და მეთმა დიდხანს შეეძლოს ქართული კაცს მოსვლა და სიამაყეებით რომ ის თელავშია და ამ თელავს ეფერება. გამარჯოს ჩვენ ქალაქს, გამარჯოს თელავს, გამარჯოს ყველას, ვისაც ძვირფასია ისტორია და ისტორიას თუ ვიწყებ, მომავალსაც არასოდეს აღარ ექნება არაფერი, მომავალაც არ ექნება და ფასიც არ ექნება. დიდება უფალს. ქართველმა მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა ვანოიან ტბელიძის ალალე და მეფე ერეკლე. თეატრში მას 100-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. წარმატებით თანამშრომლობს უკრაინელ კოლეგებთან, სადაც მას 12 სერიან სატელევიზიო ფილმში იღებენ. მოწვევა აქვს აგრეთვე უზბეკეთიდან. სულ ცოტა ხნის წინ კი დურუჯის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩვენ ქვეყანას უბრძოლას სულ თავისუფლებისთვის იბრძვის და მარადიულ პრობლემად გვაქვს ეგ. გვიხარია კიდევაც და წყინს ბევრი რამ. რითი დავიწყოთ? ეს ცოტა პოლიტიკაში გადაცხადეს თემა, რომელსაც მე საერთოდ ვეძებდი. თემ დამოკიდებულება მაგ რა თქმა უნდა ყველაფრისადმი. და ვიცი რა ეკაგე რა არის ცუდი რა მომწონს რა არ მომწონს. და შემიძლია გითხრათ რომ რამე არ მომწონს. მაგალითად რა? რამე მომწონს. აი მაგალითად რა არ მომწონს. რა არ მომწონს და ბევრჯერ მომისმენია მე ესეთი გამონათქვამი რომ მოკლედ ამ დღეში ვართ, იმ დღეში ვართ, ასეთ დღეში ვართ, ისეთ დღეში ვართ და ძალიან მაინტერესებს უკეთეს დღეში როდის ვიყავით. ამაზე კარგ დღეში. წინა ხელისუფლების დროს ვიყავით, იმის წინ ხელისუფლების დროს, იმის წინ თუ აი ეს მითხარით მე 60 წელს გადაცილებული კაცი ვარ და არ მახსოვს. უბრალოდ ჩვენ ადამიანებს ბუნებრივად გვინდა რომ უკეთესი იყოს. ადამიანების აზროვნება და ფსიქიკა ისია მოწყობილი რომ მოითხოვს ყოველთვის უკეთეს და მეც და ბუნებრივიც არის. ხელისუფლება არ მოასვენა. დასვენებული ხელისუფლება ჩემტერს. უნდა გძნობდეს ის ხალხის აი ამ ძალას, ენერგიას რომ არა ის თუ ის არ გააკეთებს რაც ხალხს შეპირდა, რაც უთხრა რისთვისაც აირჩია, რა თქმა უნდა ის ამისთვის მზად უნდა იყოს რომ ის გავანძღავენ კიდევაც და თუცა ციტყვიან და შეაქებენ კიდე თუცა თიტყვიან. აი მე მაგალითად ბერჯომ გამჩენია სურვილი. ბევრჯერ. აი პრიმიტიული რაღაცებით იწყება ხელისუფლებისა და ამ დღევანდელი დღის ქებას და არ ქებას. აი ელემენტარული. და ელემენტარული გეტყვით ახლა მაგალითად მე სულ მაქვს ეს განცდა. ეს ვიძახი ერთხელ მეთქი აი მე და ჩავუჯდი ერთი ჩვენი თავრობის ხელმძღვანელს ან ვინმეს რა ვიცი. პრემიერს ან ვინც არის ხო? და მეთქი ერთი დღე ვიაროთ დავუშვათ თბილისში. ანუ ყველგან. ხო ბევრი კაი რამეს დავინახავთ. მაგრამ შეიძლება რომ 2 წელი, 1 წელი ვიღაცამ რაღაცა აფე გადათხარა და მანქანა
ერთი წელი დავდივა ერთ-ერთი ადგილზე და სულ ვილანძღები. და ებას ხო ამდენი კაცი ილანძღება. ამის გაკეთებას რა უნდა? თავრობას ვის გააბოჭა, მაგრამ თავრობა რო ვიცი ისაც ეხება იმის ზედამხედველობა და იმას არ აქცევს ყურადღებას, ბუნებრივად იწვევს, ნუ რა ამდენ შეგებოდე შეიძლება. ილია მართალი ილია ჯავჯავაძე რა გითხრათ რით გაგახაროთ ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავები არა დაუზოგვი არა დაუკლი არა თუ ქვეყანაზე 1-2 კუთხეა იმისთანა რომ კაცს ეთქმოდეს ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვების აქ დაიბღერტაო იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისად ის ყველაფერი უკვე მოგმარლა ღმერთმა ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა რომლის მნახავ შეუძლიან სამართლიანად თქვა სხვა საქართველო სად არის რომელი კუთხე ქვეყნის ამ 64 ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული გულიელება ხორცი ადმება რა გითხრა რით გაგახაროთ ტყე მინდორი მთავარი მიწაწალი ჰავა ჰაერი იმისთანა გვაქვს რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო არ იშოვო არ გამოიხენო აქ ჩიტის რძეს რომ იტყვიან ისიც იშოვება ოღონდ ხელი გასცა გაისარჯე იმხნევე მუცელსა და გულთათქმას ბატონად ნუ გაიხსნა იცოდე დღეს მძლეთამძლეა გარჭა შრომა და ნაშრომის გაფრთხილება შენახვა პატრონობა გამოსოქვა საჭიროების სამეფრო და არა გაუმაცხარ სურვილის სამეფრო ვართ კი ასეთ რა გახარ თემურ ხუნაშვილი ქიზიყში, ანუ როგორც იტყვიან, უბატონო ქვეყანაში დაიბადა. ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე თემური თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. 20 წლის ასაკიდან ის თელავის თეატრის დასის წევრია და აგერ უკვე 45 წელია ღირსეულად დგას ამავე თეატრის სცენაზე, სადაც 150-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები. მისი როგორც მსახიობის რესურსი ჯერაც ამოუწურავია. 2 დეკემბრიდან თემურ ხუნაშვილი მინსკის საერთაშორისო ფესტივალზე მონოსპექტაკლით წარდგება მაყურებლის წინაშე, რომელიც ინგლისელი დრამატურგი ქალის სარა კეინის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ვიღაცას უთქვამს გწანდეს სინათლის და ემდეს სინათლეს მე გიფიქრო ჭეშმარიტება მხოლოდ სიკვდილის წინ გამოგვინათებს არ დამივიწყო. სულ სადარდებელი გვაქვს მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. კარგი ერი ვართ. ხალხს კი სულ ნეგატივი ესმის. და ძალიან ცუდად მოქმედებს ეს მასის განწყობაზე. მე არასოდეს არ მინახავს ასეთი დათრგუნული, დაჩაგრული, დაბეჭავებული ჩემი ხალხი. ხალისი აღარაა დაეკარგათ ხალისი. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ეს მარტო დღეს არ გვჭირს.
საქართველო რაც არსებობს მოდის და მოდის თავის აი აქა-იქა ხონია გამონათელები ხო იყო საუკუნეები იყვნენ პოლიტიკოსები იყვნენ მეფეები რომლებიც ამ სულ ყველაფერს რაღაცნაირად აგვარებდნენ მაგრამ რის ხარჯზე აგვარებდნენ როგორ აგვარებდნენ ხო დავით აღმაშენებელმა როგორ დაალაგა ქვეყანა ხო ძალიან კარგად ვიცით მე რატო გააკეთა ის რომ დამადგით გულზე ფეხიო და ყველა ქართველს უნდა რომ მის საფლავზე ფეხი დაებიჯებინა ესე იგი რაღაც საოცარი დიდი ცოდვებიდან გამომდინარე ილია მოვკალი ხო ჭავჭავაძე ილია მართალი შევარქვით შემდეგ და წმინდანია და მართლაც უგერლინო მეფეა ჩვენი და ასეთი რამდენიც იმდენი ისტორია აქვს ესე იგი საფუძველი და თავი მაინც ჩვენი გენეტიკიდან მოდის ჩვენი ერის სიღრმიდან მოდის ასე არა ვართ გაუტანლებ აი ხო ილიაზე ვლაპარაკობთ ხო ილიას აქვს გადასარევი ვეძებთ რაღაცა საოცრებებს რომ მოდი კონსტიტუცია შევცვალოთ მოდი ეს კანონი მოვიტანოთ მოდი ეს ვქნათ ის ვქნათ როცა გაგაჩნია შენ ნაწარმოები ილიას ნებისმიერი ნაწარმოები თუნდაც რა გითხრათ რით გაგახაროთ ხო აი ეს დაიდეცი აიღე ლექსი ბედნიერი ერი გადაშალე წაიკითხე და აი რასაც ეს უდიდესი და უბრწყინვალესი პიროვნება ჩვენ მოძღვრავს და გველაპარაკება იმის მიხედვით მოვიქცევ ისე გავაკეთოთ რომ ის განვლილი და ის რაღაცა შეცდომები რომლებიც საუკუნეების მანძილზე ქონდა და რომელიც აი ესე აპატარავებდა შაგრენის ტყავილი ჩვენს ქვეყანას ჩვენს სამშობლოს ხო რომ ის რაღაცნაირად მოვიშორო მაგრამ მე კიდევ მინდა ვთქვა რომ რა გითხრათ რით გაგახაროთ ისეთი გადინება არ ქვეყნიდან ისევ და ისევ გადინება აღარ შემოდის არავინ თუ რამე ძალა არსებობს თუ რამე გონება არსებობს თუ რამე ტვინი არსებობს ქვეყნისა ახალგაზრდებს გულისხმობ ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყნებს აქ დარჩნენ პენსიონერები ეს ღადაკი და საწოდავი პენსიონერები რომელთაც ფულიც არ გააჩნიათ წამლებზე და სხვა დანარჩენ რამებზე მე არ ვლაპარაკობ და აი ასეთი გარემო ერთადერთი რაც შემოგრჩა ეს არის იმედი იმისი რომ აი ამ ჩვენს ყოფას ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად მივხედავთ ისევ ჩვენ ხალხი ისევ ჩვენ ადამიანები მათთან ერთად ვისაც დღეს სადავეები უკავია ხელისუფლებისა და ნუ გავერთობით მე ერთი ეს მინდა რომ აი მაღალი პოლიტიკოსობით ნუ გავერთობით და მოდი აი ჯერ პატარიდან დავიწყოთ დაბლიდან დავიწყოთ ჩვენ ეგრევე გვინდა ამერიკის მოდელი ეგრევე გვინდა რაღაცა ევროპის მოდელი მაგრამ ის საფუძველი ხო ნელ-ნელა უნდა შეიქმნას ნელ-ნელა უნდა ავიდეთ იქამდე რომ იქამდე მივახციოთ როდესაც იქ არის ხელფასები 10,000 ჯერ მეტი და აქ არის ნაკლები როდესაც პენსიები იქ არის ისეთი რომ ფუფუნებითა და მშვენივრათა ცხოვრობს ხალხი და აქ აბსოლუტურად არაფერი არ არის რატო ვიწყებთ იმ მოდელიდან რაც ყველაზე მაქსიმუმია მინიმუმიდან დავიწყოთ ხო ასე ჯობია აი ეს გვიშველის და მაინც ყველაზე მთავარი რა არის იცით რომ ერმა უნდა წარმოშვას პიროვნება რომელიც ქვეყანას გადაარჩენს რომელიც ქვეყანას მისცემს იმედს მაგრამ აი ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა მოვიქცეთ რომ ეს ადამიანი სანამდე ამ საქმეს გააკეთებს არ მოვკლათ ან როცა გააკეთებს ეს რა გააკეთა რა თქმია კარგიო აი მაშინაც ბოლო არ მოვუხოთ ისე როგორც ჩუქში ტყვია დაახალეს დილიას დრო არის საჭირო და დროსთან ერთად სწორი სვლა იცით როდესაც ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს თავზე ბევრ ლაპარაკს როდესაც ჩვენს დავივიწყებთ რომ აი მე ქონება მე ადგილები მე კარაქივით მოჭრა რაღაცა მე ის მე ეს აი როცა გადავა შენზე და ჩვენზე აი მაშინ გვეშველება გენიალური მოთხრობა არის მისი ბინგო პულვარის ასეთ ღვთისმოსავი ქალბატონი ბერძენი საბერძნეთიდან ის სასულიერო სამყაროშია დედაოა იღუმენია და მას აქვს ასეთი მოთხრობა მე ქალაქიდან შენ ქალაქამდე აი რა გზა უნდა გაიაროს ეს ბავშვებისთვის დაწერილია რომ მე შენი მე ამოაგდო გულიდან და რაღაცნაირად მთლიანობაში გადახვიდე შენში აი როცა ეს მე მინდა მილიარდერი გავხდე მე მინდა მილიონერი გავხდე და ეს უნდა მოხდეს ჩემს ხარჯზე შენს ხარჯზე და ქვეყნის და ერის ხარჯზე ეს არის საშინელება აი როცა ამას დავთრგუნავთ როცა აი იმ სიმაღლეზე ავალთ იმ თქვა განწყობით ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხის მიმართ სიყვარული ამთავრ როცა გიყვარს შენი ერი როცა გიყვარს აბსოლუტურად სულ მაშინ იქცევი ისე როგორც წესდარიგი მინდორი მთავარი მიწაწყალი ჰავა ჰაერი იმისთან აგვაქვს რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო არ იშოვო არ გამოიხენო აქ
ჩიტის რძეს რომ მიტყვიან ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასცა, გაისარჯე, იმხნევე. მუცელსა და გულთა თქმას ბატონად მოგაიღო. იცოდე დღეს მძლეთამძლეა გარჭა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოსოქვა, საჭიროები სამეფო და არა გაუმაცხარ სურვილი სამეფო. ვარტკი ასეთ. მსახიობებს მწარედ ახსოვთ 90-იანი წლების უშუქობა, უხელფასობა, გაყინულ გათოშილ სცენაზე რეპეტიციები, მაგრამ პროფესიისა და ერთგული მაყურებლისთვის არასდროს უღალატიათ. ასე მოიტანეს საკუთარი თავი და საკუთარი თეატრი დღემდე. სხვაგვარად არ შეგვიძლია და არც უფლება გვაქვს, რადგან თელავის თეატრი სამეფო კარის თეატრიდან, ანუ მაჩაბელას დასიდან იღებს სათავესო, ამბობს თემურ ხუნაშვილი. 1795 წელს, როცა შაჰ აბასი თბილისს შემოესია და მიწასთან გაასწორა ქალაქი, დავით მაჩაბელმა და მისი დასის წევრებმა გასაოცარი სიმამაცე და ერთგულება გამოიჩინეს მეფისა და ქვეყნის წინაშე. ისინი რიგით ჯარისკაცებად შეეწირნენ სამშობლოს დაცვას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართული და არა მარტო ქართული თეატრის ისტორიაში. ძიმახვედრი მარგუნა ბედმა ყომეფეთ ბედგრულ საქართველოსიდან გულიც მომცალ მობიერი ადამიანის ერის მომავალს ასე ნათლივ რომ არ სახავდე იქნება მეფობა გამეწია უფრო შოშმი. სისხლიანი მატიანი აქამდე კბილით მოგითრევია. ეხლა მიფჩიხა შამმა. თუ მომავლის სწორი გეზი არ დავისახე, გათავდა ჟღერა ქართული სიტყვა ჩაიძირა აღმოსავლეთში. ამ დახმულ გულში, რაც მორევი ბოღმა ტრიალებს, იგი რომ მეთქვა მთელს მსოფლიოში აშფოთებდა, მაგრამ ვის უთხრა, ვის შევჩიულო ჩემი ვარამი, ნუ გეშპირიქით შემგანელია. მე ვარ ამ ბედგრულ ქვეყნის საბოლოო ჭირისუფალი. ყველა მე მიმზერს შემომყურებს, ზოგი სასოებით, ზოგი შურით, ზოგი წკრულვითაც ალბათ. მეფეს ხედავენ, ადამიანი კი არავის დაუნახია. მახსოვს საქმე, ჩემი გული არ მეწილადა. არ მახსოვს წუთის სიტკბოება მეგრძნო ქვეყნის, არ მახსოვს წამი მიმელულა თვალი მოღლილი, არ მახსოვს ვადა ხმალისათვის ხელი გამეშვა. მაგრამ ამას კიდევ ავიტანო. ვალდებული ვარ რომ ავიტანო. მე ეს მაწვალებს დღეს მავალალებს ურთიერთ შულსა ორთაბრძოლას მეტ დროს ვანდომებ ვიდრე თავდაცვას. აი ეს არის ბედკრულობა საქართველოსი. კვადრე ძალიან შთამბეჭდავი და ძალიან კარგი ეგრეთ წოდებული სატელევიზიო თეატრი, რომელიც დაიწყო მიხეილ თუმანიშვილმა და გააგრძელა მერე თემურ ჩხეიძემ და მოგახსოვთ ის სპექტაკლები და მე რადგანაც დაიხურა, დაიკარგა ეს ასე ვთქვათ ფილოსოფია, ეს გადაცემები და ეხლა აი რამდენიმე წელს თემომახსენა აქ რომ რაღაცა ძალიან პრობლემატური გახდა რა რეგიონალურ თეატრებში სად რა ხდება, როგორ ხდება, ანაერად ხდება და არავინ ერთმანეთის არაფერს არ ვიცნობდით და არ ვიცოდით და ახლა მე მეტნაკლებად რომ მიწევს მოძრაობა მე საერთოდ აბჩერდები რა ყველაფერს ნახულობ რაც კი შეიძლება ვნახო სხვა შორის მინდა აღვნიშნო რომ
წელს იყო ძალიან მაგარი ფესტივალი, ჩატარდა ფოთში, ეს ნიელი ჭაკვიდაძის ფესტივალი, რომელმაც მეზერქვა რეგიონალური თეატრების ფესტივალი. საერთაშორისო იყო ჩამოსული სხვა ქვეყნებიდან და იყო დედაქალაქის გარეთ მყოფი თეატრების ფესტივალი, რომელმაც აჩვენეს ყველა თეატრმა თითო სპექტაკლი. და დაახლოებით 10 დღეში ნახე 23-25 სპექტაკლი და ვიყავი აღთოვანებული ისეთ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ფესტივალი და ფიქრობ გაისად კიდევ უფრო კარგად ჩატარდება და ყველა თეატრი თავის საუკეთესო სპექტაკლს აჩვენებს. და რაც შეეხება სატელევიზიო თეატრს, აი ჩამოვიდნენ თელავის თეატრში ამ ყველაფერს აჭარის ტელევიზია პირველი არხი და ეს ერთია ფაქტიურად უდგა სათავეში და იქაური ხელმძღვანელობა და მინდა მათ უღრმესი მადლობა უთხრა რომ მართლაც რაღაცა ძალიან ქართული არხი გამოვიდა აჭარის არხი, იმიტომ რომ აი არაჩვეულებრივი რაღაცები აქვს, არაჩვეულებრივი. უბრალოდ ეს მინდა ყველამ გაიგოს და ყველამ ნახოს. თუნდაც ერთი დღე მაინც დააკვირდეს რა ხდება. რა თუ ფილმს აჩვენებენ, რა დონის ფილმს აჩვენებენ და რა ფილმებია თუ გადაცემებია და თეატრს ამხელად რო ეთმობა ლიტერატურას, კულტურას, ნუ არიცი. მე მაგალითად მოხიბლული ვარ და უღრმესი მადლობა მინდა უთხრა მათ ამის გულისთვის და მათ გააკეთეს ჩამოვიდნენ სხვა თეატრებში და გადაიღეს სპექტაკლები. თელავის თეატრში გადაიღეს მაჩაბელა, გზნებარე შეყვარებულები და ასე შემდეგ და უკვე აი ამ ბევრი სპექტაკლების უკვე რო დაიწყეს მუშაობა და გადაღება შეიქმნა ახალი სატელევიზიო თეატრი. გიორგი გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრი, რომლის დამფუძნებლები არიან კოტი აბაშიძე, ვასო კიკრაძე, ნერო ნაბულაძე და ქუთაისის თეატრი გიორგის სახელობასთან ერთად. და პირველი ფილმ სპექტაკლი გადაიღეს აი ზუსტად რკინის ბიჭები ბათუმის ბოტანიკური ბაღში და აი 7 ნოემბერს იყო პრემიერა ტელევიზიით და ძალიან საინტერესო წერილები მოდის და იყო პრემიერა ამი კინოთეატრ ამირანში, მინისტრი იყო მოსული მთელი ტელევიზიის წარმომადგენლები ყველანი და დაფუძნდა ახალი ქართული სატელევიზიო თეატრი და მე ულოცავ ქართულ საზოგადოებას და ისინი მომართულნი არიან რომ რეგიონალური თეატრების რეგიონალური არტისტები ვინც კი რეგიონის თეატრებში მოღვაწეობენ გააშოქონ სპექტაკლები, გადაიღონ, დადგან ახალი სპექტაკლები, როგორც სატელევიზიო თეატრი და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ჯერ ეგეთი რაღაცა ფონდი იქმნება სპექტაკლების სხვადასხვა თეატრებიდან და მეორე კიდევ ოღონდ ვიგებთ რა ვინ სად არის რასაკეთებს რას მოღვაწეობს რას ქმნის როგორ ქმნის და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კოტესას და ყველას ვინც კი ამ საქმეში არის ჩართული. ეს ძალიან ჭირდება დღევანდელ ჩვენს ქვეყანას, ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ სულ ერთ და იგივე ტიპის ფილმების ჩვენება და ვერ გაიგებს სისხლი, მკვლელობა, ძარცვა, უბედურება, სულ შეშინებულია იმისი არ იყოს ვინანიშვილის შეშინებული იქნება, გული აბა არ იქნებაო, ეგრეა რა. ის პატარები უყურებენ ამ უბედურებას და ცოტა რაღაცა ჩვენი ქვეყანას ჩვენებურად მივხვდეთ, ჩვენებურად დავანახოთ, ჩვენი ტკივილი ვაჩვენოთ. ჩვენი სიხარული ვაჩვენოთ, ჩვენეული ქართული. ის თავისთავად მოვა, რაც უნდა მოვიდეს. იმ გლობალიზაციის იმას ვერ დაიჭერს, მაგრამ ჩვენი ვქნათ და ის ნელ-ნელა შემსუბუქდება, უფრო იოლი იქნება და ისეთ ტკივილად აღარ მიიღებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი პენსიონერია, რამდენი მოხუცია, რამდენი ავადმყოფია, რომელიც სახლში ზის და გარეთ ვერ გადის, ვერ თეატრში მიდის, ვერ კინოში მიდის. გთხოვთ ტელევიზიებს, ვისმენთ ამ გადაცემას, რომ იფიქრეთ ამ თემაზე და ეს ძალიან საინტერესოა. მე ვიცი, ხოლმე გურჯაანის ტელევიზიას მინდა მათ საერთოდ ვთქვა, რომ ისინი არაერთხელ უშვებენ სპექტაკლებს, ჩვენი თეატრის სპექტაკლებს ბევრჯერ ყოფილა მათ პროგრამაში და ვერ გადაცემა გაკეთებულა და ამისთვის დიდი მადლობა ხელმძღვანელობას გურჯაანის ტელევიზიას საქვეყნოდ უცხადებ მადლობას. რა არ გადაგხვდენია თავს? რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაიბაგლახი, რა სისხლის ყვრა, რა გრჭენა კბილთა არ გამოგვივლია. რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე და ყველას გაუწევთ, ყველას გავუმაგრებთ. შევინახეთ ჩვენი თავი, შევიჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწაწყალი. ლანგთემურებმა ჩვენ საკუთარ სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოცოცხლით. შახაბასებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოუბრუნდით. მოვსული ერთით,
აღა მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვაქვაზე არ დაგვიყენეს, მოხსრნეს, მოგჟლიტეს და მაინც ფეხზე წამოვიდეთ. მოვშენდით, წელში გავსწორდით, გაუძელით საბერძნეთს, რომს, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს. და დროშა ქართველობისა, შუბის წვერი, ისრით და ტყვით დაფლეთილი ჩვენ სისხლში ამოვლებული ხელში შევირჩინეთ. არავის წავაგებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის ეს დროშა ეხლა ჩილმა შეჭამოს, თაგმა დაგვიჭრას. დროჟანი ამას გვიქადეს. რა ვიქნა? რით გაგახარ? არ ვიცით რანი ვყოფილ ვართ. არ ვხედავთ რანი ვართ. ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგდის ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი არცივიც კი ვეღარ გვიპოვის. ვეღარ დასწდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ. ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი მძირო. ვდგევართ და უგონოდ ბზუით მე ვარ და ჩემი ნაბადიო და იმ ბზუილიდან არა გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზიკი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლია, თვალი აგვიხილი. ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე. ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონის მენია. რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარ ასწრას. რა გიქრა? რით გაგახარო? ჩონგურო ჩემო ჩონგურო